გალის რაიონში ქართულად სწავლება აიგრძალება ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლება საშუალო სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების წინააღმდეგ გამოდის. საქმე გალის რაიონში მდებარე 11 სკოლას ეხება, სადაც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით ქართული სახელმძღვანელოების სწავლება მიზანმიმართული პროპაგანდაა. სავარაუდოდ 1 სექტემბრიდან გალის რაიონის მოსწავლეებს ეტყვიან, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის და იქ მხოლოდ რუსულად და აფხაზურად უნდა ისწავლონ. ადგილობრივები დევნაზე საუბრობენ, ლეგიტიმური ხელისუფლება კი პრობლემის მოსაგვარებლად დიპლომატიის გააქტიურებას გეკნავს. ჩემთვის მაინც მთავარი ის არის, რომ მე ქართულ ენაზე ვისწავლო. გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ეთერში გამოჩენას ერიდება. გოგონა შიშობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამის გამო პრობლემებს შეუქმნის. მისი თქმით, გალში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ყველა სკოლაში ქართულად სწავლა იკრძალება. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ამბობს, რომ სკოლის დატოვება მოუწევს. მე ვსწავლობ მე-10 კლასში და ჩვენ ვართ 9 ბავშვი. სწავლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ძალიან გვეშინია იქ სწავლის. აი თუ გაიგე ამ სკოლაში თუ ლაპარაკობენ, რომ აფხაზურად უნდა იყოს სწავლა გალის სკოლებში. ამაზე საუბარი არის, მაგრამ დაზუსტებით არაფერი არ ვიცი. ჩვენ, რასაც ჩემი მშობლები გადაწყვეს, მას უნდა დავუყვე. ალბათ გადმოვალთ ზუგდიდში. იმიტომ რომ მე აფხაზურად ვერ ვისწავლი, ქართულად უნდა ვისწავლო. მსგავსი პოზიცია აქვთ მოსწავლეების მშობლებსაც. მათი თქმით, თუ ბავშვებს ქართულად სწავლა აუკრძალეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეღარ იცხოვრებენ და გალის რაიონი ეთნიკური ქართველებისგან დაიცლება. ძალიან რთულია იქ ცხოვრება. რუსები უკან რგავენ ქართველობას. თორემ აფხაზები უკან არიან და ისინი წინ. ბავშვებს აფხაზურად სწავლა არ შეუძლია და ამიტომ იძულებული ვართ გადავიდეთ ზუგდიდში. საქართველოს მოქალაქეობაზე არასდროს არ ვიტყვით უარს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება რომ იქ არ დავრჩე და აქეთ წამოვიდეთ. ჩემი და ჩემი შვილები მაინც იქან არაფერი არ აგვაქვს. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს. განცხადება ამის შესახებ უკვე გაკეთდა. გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ სახელმძღვანელოებს, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოა. იდეოლოგიურად ისინი ცდილობენ ამ ორ ერთხელ ცნობიერება, ამბობენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. აი ნახეთ, რას წერენ სახელმძღვანელოში. საქართველოს ტერიტორია 12 რეგიონად იყოფა. საქართველოს შემადგენლობაშია ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარა და აფხაზეთი. საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებით და ჟენევის დისკუსიების მეშვეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლის შეზღუდვის შეჩერება შესაძლებელი გახდება. რა თქმა უნდა, ის პროცესები, რომელსაც ადგილი აქვს ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად გალის რაიონზე საუბრობთ ახლა, არის დაიკითხება როგორც დისკრიმინაციის მცდელობა ეთნიკური ნიშნით. ამ რეგიონის მოსახლეობის 98%, მათ შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების, გახავთ ეთნიკურად ქართველი, გულისხმობ გალის რაიონს. შესაბამისად, მათი უფლება, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება, ცხადია უნდა იქნეს დაცული. კი ბატონო, ასწავლონ აფხაზური ენა, მაგრამ ქართული ენის ხარჯზე კი არ უნდა გააკეთონ. და ეს დაუშვებლად მიმაჩნია და მე მაინც მგონია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება ამაში, ჟენევის მოლაპარაკება ჩაერთვება და არ დაუშვებენ იმას, რომ ქართველებმა ქართული ენა დაივიწყონ. გალის ქართულენოვან მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები პერმანენტულ პრობლემებს წლები აუქმნიან. გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებში ქართულ ენაზე სწავლა უკვე აიკრძალა. იქ ახლა სასკოლო საგნები მხოლოდ რუსულ ენაზე და დამახინჯებული ისტორიით ისწავლება. საოკუპაციო რეჟიმი მომავალი წლიდან ქართულის აკრძალვას გალის რაიონში მოქმედ 11-ვე სკოლაში გეგმავს, სადაც ამჟამად 4000-მდე ქართველი სწავლობს. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდება.